საქმე ეხება პროფესიონალურ ასტროლოგიას, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ასპექტი არაფერს არ ნიშნავს. ბევრჯერ მithქვია და მაინც უნდა გავიმეორო, იმიტომ რომ მაინც არის ამ ხრივ პრობლემა გაგების. როდესაც გვხვდებათ მაგალითად კონკრეტული ასპექტის ანალიზი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ეს, რაც ანალიზში წერია, დაემთხვევა ყველა შემთხვევაში. მაგალითად, როგორც არის მთვარე მეხუთე სახლში. ანუ ქალის რუკაში მთვარე მეხუთე სახლში ეს არის მარტივი მშობიარობა. ანუ შედარებით უფრო კომფორტული მშობიარობა. ან ტკივილს ვერ იგრძნობა, შედარებით უფრო მარტივი იქნება მშობიარობა. ანუ გიმარტივებს, ესე ვთქვათ, მშობიარობის პროცესს. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი მაჩვენებელი. ანუ ეს მაჩვენებელი შეიძლება გადაფაროს სხვა მაჩვენებელმა. შეიძლება სხვა მაჩვენებელი იყოს უფრო მეტი და შესაბამისად ეს მთვარე უკვე ვერაფერს ვერ იზავს, ესე ვთქვათ, მასიურ დონეზე. ამიტომ აი ეს ლოგიკა, რომ მე მთვარე მეხუთე სახლში მყავს, მაგრამ რთული მშობიარობა გქონდა და ასტროლოგია სისულელეა, ესე არ არის. გასაგებია, რომ მეც ძალიან მინდა, რომ ესეთი მარტივი იყოს ასტროლოგია, მაგრამ ესე არ ხდება რეალურად. შესაბამისად ასტროლოგიაში ბევრად უფრო კომპლექსურია და ერთი მაჩვენებლით არასდროს არაფერი არ წყდება. ამიტომაც არის საჭირო ასტროლოგი, რომ ყველა მონაცემი რუკაში შეიკრიბოს და შესაბამისად უკვე დაიდება დასკვნა, შემაჯამებელი. ამიტომ ცალ-ცალკე ესეთი ასპექტები არის, უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ, შეადაროთ, რამდენად ეს ყველაფერი ემთხვევა თქვენს რუკაში მოყვარულის დონეზე. ეს არ ნიშნავს არანაირად, რომ ერთი ასპექტი რადგან არის, აუცილებლად გარანტირებული იქნება შედეგი. იგივენაირად არის მერკური მარსის ნეგატიური ასპექტი რუკაში. გულისხმობს ხელის დაზიანებას, ფიზიკურ დაზიანებას. შეიძლება იყოს ხელის მტევანი, შეიძლება იყოს მხარი, ანუ ხელი ზოგადად. ყველას რუკაში, ვისაც აქვს მერკური მარსის ნეგატიური ასპექტი ან კვადრატი ოპოზიცია შეერთება, ყველას არ ექნება ან ხელი მოტეხილი, ან ფიზიკურად ხელი რაიმე მხრივ დაზიანებული. იმიტომ რომ იქ იქნება აუცილებლად სხვა მაჩვენებლებიც და ყველაფერს როდესაც ერთად შევკრებთ, იქ უკვე დაიდება დასკვნა, არის მაღალი რისკი ხელის დაზიანების თუ არ არის. ცალკე ერთ ასპექტზე დაყრდნობით ასტროლოგიაში არასდროს არაფერი არ ხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასტროლოგია არის ცუდი და არასწორი. უბრალოდ უნდა შეგეძლოთ ამ ყველა ინფორმაციის, ესე ვთქვათ, შეკრება, ასტროლოგიური ყველა, რაც რუკაში არის მაჩვენებლების შეკრება, შეჯამება და დასკვნის დადება. ეს შეუძლია ასტროლოგს. და შესაბამისად, მხოლოდ ერთი მაჩვენებლის მიხედვით, რომ ეს ასპექტი მაქვს და ხელი არ მომიტეხი არასდროს და ასტროლოგია სისულელეა, ეს არ არის სწორი ლოგიკა.